მოგესალმებით, დღევანდელ დღეს 22 სექტემბერს დაიბადა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მე ვიტყოდი ყველაზე დიდი ვოკალისტი და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ვოკალისტი, საუბარია დევიდ კოვერდეილზე. 1973 წელს მას შემდეგ რაც იან გილანი გადაწყვიტავს, რომ სოლო კარიერით დაკავდეს და ბლეკმორთან უთანხმოების გამო დატოვებს სტივ ჰარპს, იან პეისი და რიში ბლეკმორი ეძებს, ანუ სტივ ჰარპსი არის ვაკანტური ადგილი ვოკალისტების და ეძებს ახალ ვოკალისტს. და სრულიად შემთხვევით ისინი ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში წააწყდებიან ძველმანებით გამყიდველს, ეს გამყიდველი რა თქმა უნდა არის დევიდ კოვერდეილი და ეს დევიდ კოვერდეილი თავის დემო ვერსიას, ანუ დემო ვოკალის ვერსიას გააგზავნის იმ სტუდიაში, სადაც იმყოფება ბლეკმორი, პეისი და ლორდი და გადაწყვიტავენ ეს სამი გადაწყვიტავს რომ ძალიან შესაფერისი ვოკალისტია ეს მათი ჯგუფისთვის და რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ აიყვანებენ მას. ანუ ბასისტად შეგახსენებთ რომ კოვერდეილის შემდეგ მოძებნეს მათ გლენ ჰიუზი, ასევე ლეგენდარული მუსიკოსი მე-20 საუკუნის და გლენ ჰიუზთან და დევიდ კოვერდეილთან ჩაიწერა ესეთი ლეგენდარული ალბომები, როგორც იყო ბიორნი, რომელსაც გასაოცარი წარმატება ხვდა, როგორც იყო მაგალითად სტონბრინჯერი, როგორც იყო Come Taste the Band 76 წელს, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ 76 წელს ბლეკმორი აღარ უკრავს Come Taste the Band-ში, მაგ არის ბლეკმორის შესრულია ტომი ბოლინით და 76 წლის შემდეგ დევიდ კოვერდეილი გადაწყვიტავს, რომ შექმნას ისეთი ფენომენი, რომელ ფენომენსაც ჩვენ ვიცნობთ White Snake-ის სახელწოდებით.